Gай დავიწყოთ. გამოვიძინე, აზზე მოვედი. ჟორიკა ხოძია. ტაქსი მყავს გამოძახებული და მივემართები 200 კილომეტრში აქედან ძველი დედაქალაქი, სადაც არის აი საოცარი მონასტრების კომპლექსები და ბუდას სახე ხეში გამოკვეთილი საოცარი ადგილია. ტაქსი მოვიდა, ელექტრომანქანა არისო და ცოტა ხანიო დავტენიო. მე უთხარი ჩემო ძმაო, მეც ელექტრომანქანა ყავს, დავაი დასხე როგორც გინდა. Do you want a drink? Okay. Do you want a drink Coca-Cola? Oh no, I want Water? Water. პირველ რიგში ალბათ სასტუმრო უნდა ვიპოვნო, დავყარო ბარგები და დავიწყო ბოდიალი. Enmaiki, საოცარი ნომერია, ხო? ნუ ეხა $20 კვალობაზე ისტორიულ ადგილას ბუთიში გინაცვა. ამ ქალაქში ყველა მონასტრის დათვალიერება ფიზიკურად ერთ დღეში შეუძლებელია, ერთ დღეში კი არა, 3 დღეში შეუძლებელია, იმიტომ რომ 400-მდე ტაძარია. ამიტომ ვათვალიერებდი კონკრეტულად იმას, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ძალიან ბევრია. მე რატომღაც მეგონა რომ ყველაფერი კონცენტრირებულია ერთ ადგილას. ხა ვეძებ იმ ადგილს, სადაც უზარმაზარ ხეში ბუდას სახე არის. რო ვიკითხე გოძმა, ენა თბილისიაო და სხვა გახარო. დადიო აი იქით მოძებნეო. ეს ადგილი არ გავდა არაფერს, რაც აქამდე მქონდა ნანახი და დავბოდიალობდი წინ და უკან, ვეძებდი ხეს, გაგიკვირდება და გარშემო 1000 ხე იყო, მაგრამ მე ვეძებდი კონკრეტულ ხეს. ეჭვი მაქვს რომ მივაგენი. არ ვიცი ხა რამდენად ჩანს ესე, თვითონ ფაქტურა, მაგრამ არის ძალიან ლამაზი, ანუ იდეალურად არის გამოკვეთილი. სრული ილუზია გჩება, რომ ანუ თავი აქვს აი რაღაცა ფესვებს შორის ესე გამოყოფილი, ანუ ძალიან ეფექტურია რა, ძალიან. გადავირიე, გავგიჟდი, ვიწივლე, ვიკივლე, ოღონდ ეს ყველაფერი ჩემს შიგნით ხდებოდა და გავაგრძელე გზა. ძნელია, როცა 13 წუთით ხარ ჩამოსული, ბევრი რაღაც ნახო, ამიტომაც შემდეგ ტაძარში შევედი. საოცარი სურნელი დგას. როგორც ჩვენ გვაქვს რა, აი კანდელი და იმის სუნი რო არის სარკმეველი საოცარი, რაღაც ეგეთი ეთერზეთის სუნი არის, ისეთი სასიამოვნო, აქეთ-იქით ბუდისტი ბერები დადიან. აქ სწრაფი ეფექტი მინდოდა, ხოდერსკია. აქ გოგოზის აქეთ-იქით 2 კობრა გველი არის. მსგავსი ადგილების მინუსი რა არის, იცი? კონკრეტულად ეს ეხლა რადგან უკვე გვიანი არის, ნაკლები ხალხია, მაგრამ ხალხმრავლობა. როდესაც ფოტოზე ნახულობ, მინდა რომ აი სილამაზე ხა შეიცნო და ასე შემდეგ და ასე წარმოგიდგენია რომ ეს მისტიკა მარტო იქნები რაღაც ემოდიხარ და მილიარდი ადამიანი, ანუ სულ ყველა აქ არის. და ეს რაღაც ინტიმი, რომელიც გინდა რომ მარტო შენ კონდეს, სამწუხაროდ არ გაგხობა. ორად მოკეცილი შევდივარ ერთ-ერთ ტაძარში, სადაც ბუდას წინავს. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ მთელი ჭერი არის ღამურებით სავსე. აი ისინი სულ ღამურები არიან. ესეთ ადგილებში რატომღაც ეგრევე ჩუმად გინდება ლაპარაკი. მაგრამ ხელა ბუდაა წამოწორილი შეხედეთ. აი ეს მთელი სიგრძე ბუდა არის. ბიჭო, ეხა საღამოს არა და დღისი ძალიან ცხელა, ეხა მზეს დასუსტებული რო არის. სატანი ის არის რა, ვიზუალი და აუ რა ლამაზი ისინია, ორნამენტები. ესენი ვინ არიან არ ვიცი, მაგრამ ალბათ ვიღაცა მაგაიროჟები არიან. ეს მამლებიც არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ ეტყობა მაგაიროჟები არიან. მეფეები ყოფილან, King Parachom Claw, King ეკათათოსერათ, King რა კაროჩი. დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, ეგეთი პონტი არის რა. ხედავ იგნიანგი რო არის? აგეგ თავი აქვს ამოყოფილი ვიცურავს. ხო, ნიანგია. ვახ, ძალიან გასწორა. დავტკბი ანთე.
ანთელა ვაშალვათი. დავთქვი ავთენტური ტაილანდით. მაგრატშია, მაგრა დავიღალეთ, მაგრაც ხელა. აქ ბოლტი მუშაობს, ტაქსის გამოძახება, მაგრათ ასწორებს, ხე გამოვიძახე ველოდები. დავიდე ჰოსტელში, რამე ჭამოდავლიო, აზზე მოვიდე და ორი ლოკაცია იდეაში ამ დედაქალაქში, ყოფილ დედაქალაქში, რაც მინდა კიდევ ნახო ძალიან ლამაზი, მაგრამ დღეს უკვე დაკეტილია და ხვალ სანამ გავემგზავრები, აუცილებლად მაგ ორ ადგილსაც ვნახავ. საჭმლის ჭამა, იგივე კვების მიღება, ეს არის ძალიან გავრცელებული რიტუალი ჰომო საპიენსებში, რომელიც მათ ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ენციკლოპედია ადამიანები. ძალიან უცნაური ქალაქი და ქვეყანაა რა, რაღაცნაირი მოწესრიგებული, კანონმორჩილი და ასევე რაღაცა მოქალაქეობრივი ვალიც გააზრებული აქვს. ანუ ეხა ქალაქში გამოვედი, მე ვთქვი რამე შევჭამეთკი და შევატყე რომ ყველაფერი, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილივით იყო რა. აი ხო იცი? ცარიელიან დაკეტილი რო არის და ჯაზ კლუბი ეწერა და ტიპები ბენდის აქეთ იჯდნენ რა, გიტარები მიყრილი და დაცვა იდგა რატო ამეთქი ესე მთელი ქალაქიონა. ყვალო არისო არჩევნებიო. ეგ ნიშნავსო რომ წინა დღესო იგრძალებაო ყველანაირი ალკოჰოლიო, ხალხი ემზადება ამ დღესასწაულისთვისო. მე ვთქვი მე ღადავება რა დღესასწაულისთვის და ამიტომო ესეთი მთელ ქვეყანაშიო ესეთი სიტუაცია არისო. მაქსიმალურად რომ გააზრებული არჩევანი გავაკეთოთ. როგორ არ გინდა რომ დაიბოღმო? ხები მაგ ორივე დასისხლიანებული სუწყლულებში მაგ ხალხო. ამდენი სიარულისგან, მაგრამ ღირს. ეხლა მოვედი ალბათ ამ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზუალის მქონე ტაძარია, პირამიდისებრი. არ ვიცი რამდენად შევძლებ კამერაში ეს გადმოვცემ. აი ხო დგავარ უყურებ და სული შემძვრელი სილამაზეა რა. ძალიან გამორჩეული ვიზუალი აქვს და საერთოდ ადგილია ძალიან ლამაზი. აი ხა განახებთ. აი კაცის სიტყვა რას ნიშნავს? თქვა და ასრულა. კი არ გადადო. ხვალისთვის კი არ შემოიტოვა. თქვა და ასრულა. მოატრიალა და გაჩვენა. მაღალი, თეთრი, წვეტიანი, ლამაზი, უნახავის უნახავი რო დარჩები, ეგეთი ტაძარი. ხალხო, ჩემი დაგლეჯილი ფეხებით ეხა აქ ასვლა არის. აი მე რა გიხწერთ როგორი ტკივილი, რა მე ფეხებს განახებთ რა მდგომარეობაშია. მაგრამ თქვენი სიყვარულისთვინა რა, თქვენი სიყვარულისგანაა რა, ქვას შევჭამ, ქვას გავხედავ. აქ ავიდოდი კი არა, ავიდოდი, ჩამოვიდოდი, ავიდოდი, ჩამოვიდოდი და კიდე ორჯერ ავიდოდი. ერთხელ ჩამოვიდოდი. ზემოდან ხედი, ქვემოდან ზემოთ ხედი და ზემოდან ჩამოდის, ხედავთ კარი, სიბნელე და აი ამ კარში იწყებს ნელა შესვლას. ორიგინალურია. ლამაზია და ოქროს ფერი დომინირებს. ზოგადად როგორც მივხვდი ამ კულტურაში ოქროს ფერი ძალიან დომინანტი ფერი არის. ჩვენი ტაძრებიც არ გამოირჩევა იდეაში მაგის უქონლობით, ანუ ოქროს ფერი ჩვენთანაც ბევრია, ჩვენთან ოქროულიც ბევრია ტაძრებში. მაგრამ აქ რაღაცა ოქროს ფერი, რამდენად ოქროა ეხა ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ეს სულ ოქროს ფერში, ან ოქროში გადაწყვეტილი არა მარტო ტაძრები, რა თითქმის ყველაფერი. ძალიან სასაცილო ნაბიჯით დავდივარ. ყველას გონია რომ ან გალახული ვარ, ან არ მინდა ვთქვა, ბავშვები ვიყურებენ. ეხლა განახებთ ფეხებს რაჭირს, ანუ 1-9 ჯერ გამოვიდინე უკვე ეს წყლული, მაგრამ არაფერი არ შველის, ძალიან ბევრს მოძრაობ ხოლმე რა ესეთ ტურნეებში თუ ტირე მოგზაურობებში, კუნძულმა მაინც თავისი ქნა რა. აი ამ ხელა წყლულებია ფეხზე, რომელიც ცოცხალი თავით არ გამოდის. აქეთაც დაჩეხილია მთელი ფეხი. აქეთაც იგივე ამბავია. ბოლო ლოკაცია, რომლის ნახვაც მინდოდა ამ ქალაქში იყო ტაძარი, სადაც უზარმაზარი ოქროს ბუდა და არ შეიძლებოდა ამის უნახავა წასვლა, ამიტომაც სწრაფად ჩვევდი, რადგან ტაქსიც უნდა გამომეძახა, მალე უნდა გავსულიყავი ქალაქიდან, მივაშურე ამ მონასტერს. ეხლა მოვედი
უზარმაზარი ოქროს ბუდა სადაც არის იმ ტაძარში. სომებს ხედავთ ხო? არა, ველოდი რომ დიდი არის, მაგრამ კოლოსალურად დიდი ხო? წარმოუდგენლად დიდია. ერთ-ერთი ყველაზე კოლოსალური გამორჩევარია და ეფექტური რაც კი ცხოვრებაში მინახავს. ვიცი რომ სხვადასხვა ადგილებში დიდი ბუდას ქანდაკებები არის. რაღაცა მეც მინახავს აქ-იქ, მაგრამ კონტექსტში ამ ტაძრის, რომელიც ულამაზესი არის, მოხატულია რაღაც საოცარი ორნამენტებით, ეს ოქროსფერი შუქები არის გაკეთებული ისე რომ ეს ოქროსფერი რაღაცა ყვირის კიდე და დიადია ეს ყველაფერი და ისეთი ლამაზია რომ გადარეული. კიდე ერთი ფაქტი რომ აქ შემოსვლა უფასოა. ან მეგაუმაზე გადასახდელი ადგილი. თითქმის ყველა სხვა დანარჩენა ესეთ ლოკაციაზე, სადაც დიდი ტაძრები და რაღაცეებია შესასვლელში, ну რაღაც სიმბოლურ თანხას იხდი 50 ბატი, 70 ბატი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ რავი ვერ ვნახე ეგეთ ვერაფერი. როგორც იტყვიან, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და გეტყვით რომ არც კი მიძებნია სადმე იყო სალარო თუ არა. ისეთი გათვლილი კაპიკები იყო, ნაღდაცად და მიწყია ძებნა. პირდაპირ ავდექი და შევაჭერი, რადგან გამივიდა, ერთი კაცის რაღაცა 60 ბატით არ დაინგრევა იქაურობა. დიდი იმედი მაქვს. მოკლედ ტაქსი მოვიდა, მოვახდი ტაქსს და წავედი ნაქვან კენკანში. ეს არის ზემოთ ტყეებში მდებარე ძალიან საყვარელი სოფელი. სხვათა შორის კიდევ ერთი სამეცნიერო დასკვნა მინდა გაგიზიაროთ. აი ამ კაცს ვაკვირდებოდი ზურგზე. აი ესე მაგატავებ და მთებში სოფელთან მივყავდი და მე აი ქალსაც ვაკვირდებოდი ზურგზე და შემიძლია დავასკვნა რომ კაცებს უფრო დიდი ზურგი გვაქვს. ჩამოვაღწიე ამ ქალაქის რაღაცაი რენდომ სასტუმროში შემოვედი. ხა ნომერს ვაფორმებ, просто დაგვიანდა რა, ძალიან ტეხავს რომ დაგვიანდა რა. Yo peleacon. Okay, just one moment. Etitemi. Let's have a very good meeting. Let's say here. เดี๋ยวเอาตังค์ทอนมาให้นะคะ ไปแลกก่อน That's my name. Okay. เดี๋ยวเปิดห้องให้ Okay. This is the room. ใช่ค่ะ Great. 50 ლარისთვის მშვენიერი ოთახია. მოკუკვა ხდება? მაცივარიც მაქვს. გიჟდები გაუგებარი რაღაცეების დეგუსტაციაზე. აი ეს ყველაფერი ჩემო ოქროებო დამიჯდა დაახლოებით 18 ლარი. აი ეს მომწონს რა, რომ ნებისმიერ აქ 7-Eleven-ში გამზადებული კერძები არის ესეთი, შეაცხელებენ იქვე მიკროტალღურში გიკეთებენ. ეს არ ვიცი, რაღაცა საცხობივით რაღაცა არის რა. ანუ თუ რაღაცა სიტყვაზე რესტორანში ვერ გახვედი, არ ვიცი რა არის, მაგრამ აი ესენი მოყვება. რა ჯანდაბაა ესეც არ ვიცი, მაგრამ დავასხათ, ჩვენი რამიდის. ჩანგალიც მოყვება. კოზიც მოყვება, ცოტა ground chili, ცოტა. არ გამიმ აქ ყველაფერი ძალიან მწარეა ხალხო. Так. ეხა გავსინჯოთ რა ჯანდაბა ავიღე. პილმენებია, რაღაცა ხორცებია, მე მგონი ბატია. როგორ დავკარგე დღე მაგრად ეხავს რა, რომ დღე დაიკარგა. ამდენ გზავრობებში და რაღაცეებში. აქ არის ჩანჩქერი, რომელიც მინდა რომ ვნახო, საოცარი ჩანჩქერია. რაღაცა ჰესი არის ულამაზესი, რომელიც ასევე ღირს ანახავად. ეს არის პირველი რიცხვი, 3-ში უნდა ვიყო ბანგკოკში უკვე. მოდი გავსინჯოთ ბიჭი ბერს მტლიკინებს. Так, სენომეტა ჩეთეს ეშენ არ მოგიტყვე. კაი. ბიჭო ძალიან გემრიელია, ხო. ხორცი კი? ბატია, ურას, კაია. მე მიყვარს ტაილანდი.
და вообще აზია მიყვარს всё. მე აცი ვეცდები აზიის კაცი გავხარ. დილამშვიდობისა მეგობრებო, რადგან საღამოს ჩამოვედი, არაფერს აზრი არ ქონდა, გადავივლე და ვეგდე ოთახში დავიძინე. ხა დილა 8 საათია ავდექი. რაზე მეშლება იცი ნერვები, რომ როგორ ვიგოიმე, რომ არ წამოვიღე აი ეს რაღაცა მართვის მოწმობის ქაღალდი ლიცენზია რა, რომ ჩემმა მართვის მოწმობამაც აქ იმოქმედოს აზიაში. ამ ტაქსებში იმდენი ფული მიდის, გავიგერო ძვირი არ არის აქ ტაქსები, მაგრამ მაინც რა, ერთი დღის ტაქსებით რაღაც 3 დღის სკუტერი მეყოლებოდა და ჩემ გემოზე ვიქნებოდა. აი მოვა ეხა ტაქსი 15 წუთი დამიწერა და წავედით ჩანჩქერებზე. იმედია ისეთი ლამაზია როგორც ფოტოზე. სასტუმროს ეზოშიც კი არის, აი ესეთი ხილი, წარმოიდგინე. აი ეს არის ბანანი მაგალითად. აი ეს არის ეგზოტიკური ხილი რო არის, დიდი. ეკლებიანი, აი ეს ჯიგარი არის. და ნერვები მეშლება იმ კუნძულზე არაფერი რო არ იყოს. ეხე ბანანი რა საყვარელია, როცა ჯერ კიდე არ არის დამწიფებული ბოლომდე. თუმცა უკვე მე მგონი ესეთი ძიჭმევა რა, იმიტომ რომ იყიდება აქ მწვანეებით. ტაქსმა მომაკითხა და წავედით ზემოთ მთებში, ჯუნგლებში, სადაც უნდა მენახა ჩანჩქერი, ხოლო იქიდან მე უნდა წავსულიყავი რაღაც უზარმაზარ ჰესზე. არის ცნობილი ჩანჩქერი. ასე ამბობენ, ჩანჩქერის უნახავს გაგხდისო. და ფეხით კაი სასიარულო არის რა, რო არ დაგიმალოთ და ამ დახეული ფეხებით ყოველი ნაბიჯი მტკივა. ნუ ეხლა ჩანჩქერის უნახავი თლად არ გამხდარ ვარ. ჩემ ტოპ 100 ჩანჩქერშიც არ შევიყვანდი, რაც ცხოვრებაში მინახავს, მაგრამ რადგან უკვე ადგილზე ვიყავი, ძალიან ცხელო და ავხედე, ჩავხედე და გადავწყვიტე ამ წყალში ჩავსულიყავი. ლამაზი იყო, თუმცა ძალიან დიდი გზა გავიარე ამ ყველაფრის სანახავად და ერთი სიტყვით არ ენდოთ ChatGPT-ის ყველაფერს. არ ენდოთ. საოცარი წყალია. ცივი, სასიამოვნო. გავარტყი მარილიან წყალს, როცა არსებობს მტკნარი წყალი. G.ვარდოსანიც. ვიცი ახლა რაღაცა ხუმრობას ელოდებოდი, მაგრამ არა. იყვნენ თავისთვის თევზები არიან წოვონ, კაცო წოვონ. აი ეს ამდენი თევზი კუნძულზე რო ყოფილიყო, სადმე არ შეიძლებოდა, ხო არ ჩავძაღლდებოდი მშიერი. ფუ რა ცივია. ფუ. Hello. I want this. เส้นเล็กเลยเส้นไหน Hello. Yeah. With this one. อันนี้นะมันเส้นหมี่นะ Want this. Okay? Okay. เอาเส้นนูเดิล Yeah, with noodles. Yeah. เส้นนี้นะ โอเค Hello. ครับผม One. This. โกโก้ Thank you, old man. Feeling Thank you. feeling Yeah. how? Thank you very much. Thank you. რა გინდა ამაზე კარგი ფანტასტიკური ხედი ჯუნგლებზე, თის წვერვალზე ხარ და უგემრიელესი რამენი. No. Thank you. წარმოუდგენად გემრიელია და ღირს 50 ბატი. სადღაც 3 ლარ ნახევარი. ნარუტოს ფანებო, თქვენ გაგიმარჯვეთ. რა საოცარი ხალხია, ბიჭო, რაც დავაკვირდი, იცი? ოდნავ მეც თუ დაუტოვებ, ანუ აქ არის ლაპარაკი, რავი, 10 ბატი, 15 ბატი, მაქსიმუმ 20 ბატი, რაც ლარი, 2 ლარი ამაზეა ახლა ლაპარაკი რა. ტიპებს რა ემართებათ, იცი რომ? ან მაგხელათან ხარ, ფაქტი ისი აგიჟებ და ახარებთ, რომ წეღან რაღაც ამ ქალმა რამენი რო ჭამე რა, უგემრიელესი რამენი იყო და ხილი გამომიტანა საჩუქრად რა. და რომ მივდიოდი რამდენი ამით 50 ბატიო და 70 მივეცით და რამის გაგიშდა ეს ხალი, ანუ არ ვიცი, ვაფშე ძალიან უცნაური ხალხია რა. ეხა ამოვედი ამ ჰესზე და მინდა განახოთ მეორე მხარეს ვარ, სადაც უჭირავს წყალი. მასშტაბი მინდა განახოთ, რამდენად აღიქმება, არ ვიცი, მაგრამ იმედია აღიქმება. ზომა ნახეთ.
ანუ უდიდესია. უდიდესია. მეორე მხრიდან მინდა მივიდე და იქიდან დავინახო. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დრონის აფრენის საშუალებაც მომეცება. ანუ არ ვიცი რამდენად ჩანს, აი იქ წერია მეტრები რა, ანუ სულ ბოლოში თუ ამოდის წყალი 100, აქეთ 224, არ ვიცი ახლა საზომი ერთეული რომელია, ან 100 მეტრი იქნება, ან 224 მეტრი. მაგრამ შეხედეთ, ანუ ახლა წყალი არის დაახლოებით, აი იქ არ ჩანს ალბათ ერთ 80 111 რა, ესეც სხვაობა არის. უდიდესი კედელია ხალხო, ანუ აი ძალიან დიდი კედელია რა. საკაიფოდ მაღალია. ეხა იმედი არ გამოხედავს ეს წყალი და აქ არ მომეწყნება. კარგი სტრაკი, აქ არ დავრჩები ტაილანდის სადღაც სოფელში. ამ დრონის ლამაზ კადრებს გამოვიყენებ და ჩემს დაწერილ ლექს მოგახსენებთ ტაილანდზე, რომელიც აი ამ მოგზაურობის დროს დავწერე. ტაილანდო, შენ გულში ხომ ვინმეს ანდო, იქვე ბონდო, იქვე თანგო, სადაც გული იქვე ხარობს. ყველა გულში არის სარო, ყველა ხელში არის მარო, მინდა იყო palma caro და კოხტებში გაიხარო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. საათიანი მგზავრობის მერე როგორც იქნა ჩამოვახციე ბანგკოკში. ბოლო 3 დღეს გავატარებ აქ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბევრი სიარული მიყვარს და ძლივს დავდივარ კოჭლობით, ანუ ჩემ ცხოვრებაში არასოდეს ესეთ მდგომარეობაში ფეხის გულები, ქუსლები არ მქონია. ანუ შეხორცებას ვერ ასწრებს რა. შემდეგ 2 დღეს გამოვიყენებ იმაში, რომ მაქსიმალურად ნახო რა არის საინტერესო. ეხ დედაქალაქია, ალბათ საოცრებებითაა სავსე. ხვალიდან შეუდგები. ეხა პროსტა ძალიან მშია და მეძინება. ყველაზე უცნაურ თევზაობაში შემოვედი. კარჩე რესტორანია, მე მგონი, ვერ ვხვდები. კარჩე რაღაცა 100 ბატს იხდი და რასაც დაიჭერ, იმას გიწვავენ ალბათ. საკეთებს. This is little. აი, დავდიოდი. ეგარ. Bravo! არა უშავს. ბიჭო, ერთი შეხედვით ხო კვერცხი გასართობია, მაგრამ იმხელა აზარტი აქვს და ისეთი დერსკი იდეაა ფულის საკეთებლად. ტიპებმა პროსტა გააკეთეს აუზი, ჩაყარეს შიგნით ეს კი ბორჩხალები და 1 საათი ღირს 120 ბატი, სადღაც 10 ლარი. ვიღაცა იჭერს, ვიღაცა ვერ იჭერს. როგორც იქნა ეს კეთილძაღალი, როგორც იქნა ერთი ცალი მაინც ამოვაგდე. 1 საათიანი ნერვების წვეტის მერე ერთი მყავს დაჭერილი, 3ჯერ გამექცა. ამ ერთი შემჭმელი მე არ ვარ, ცოდოა გავუშვებ, ასე რომ აქ რაღაცა პატა მუღამია აქ, მაგრამ ცოტა ვიგინებოდი ყველა რო იჭერდა და მე ვერ ვიჭერდი. მაგრამ ფულის საკეთებლად იდეალური სქემაა. God damn good.
ეს არის ყველაზე ალბათ მთავარი ღირსშესანიშნაობა. ერთი პრობლემა ისაა, რომ არ შეიძლება შორტებით და მე დღეს შორტებით ვარ და შესასვლელში I must buy this, yeah? გავიზმანები და შევალ, იმიტომ რომ აი ულამაზესია. ხალხო, просто წარმოუდგენელი ტკივილები მაქვს ფეხების. მე მგონი ფეხის გულზე რავი ანთება მაქვს თუ რაღაცა ჯანდაბა ამ ჭრილობაზე. აი ყოველი ნაბიჯი მატირებს რა. ბილეთის ფასია 500 ბატი. ეხლა ცივყავას მოვიგდებ და შევიდეთ. ვაუ, წარმოუდგენელი სილამაზეა. Speechless რო იტყვია. თქვენს წინაშეა Grand Palace. ეს არის ბანგკოკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც დაარსდა 1782 წელს, როდესაც მეფე ერამა პირველმა დედაქალაქი თონბურიდან ბანგკოკში გადაიტანა. დაარსა ჩაკრის დინასტია. სწორედ აი ეს დინასტია მართავს აი ამდენი წელია მთელს ტაილანდს. თავდაპირველად ეს სასახლე მთლიანად იყო ხის, ხოლო შემდეგ უკვე რაღაცა წლების განმავლობაში შეცვალეს სხვადასხვა რკინის კონსტრუქციით და სხვადასხვა მასალით. ყვათაშორის აქვე 1782 წლიდან იყო მთავარი სასახლე მეფის, რომელიც ესე აღარ გამოიყენება. 46 წლის შემდეგ მეფეები მუდმივად აღარ ცხოვრობენ ამ სასახლეში, თუმცა იგი კვლავ გამოიყენება, რავი, ოფიციალური ცერემონიებისათვის, სახელმწიფო მიღებებისათვის და ეგეთი თვისებებისათვის. რაც ნახეთ, ეს არის ზურმუხტის ბუდას ტაძარი, რომელიც ულამაზესია და აქ ინახება ტაილანდის ეროვნული საგანძური. ეს არის ემერალდ ბუდას ქანდაკება, რომელიც რეალურად იასპის ქვისგანაა დამზადებული და არა ზურმუხტის ქვიდან, როგორც ესე ყველგან წერია. რა თქმა უნდა, ესეთ ადგილებში მოწევა არ შეიძლება, რა თქმა უნდა. და ესე დროს ჩემი სნულსები ძალიან მეხმარება. ამით ძალიან მარტივად გავდივარ რაღაც მომენტებში, აი კუნძულზე 72 საათის სიტყვაზე ამაზე ვიყავი. ესეთ ადგილებში ყველაზე მარტივია გრძილის ქვეშ ჩაიდე, ნიკოტინს გამოყოფს და თავს გრძნობ დაკმაყოფილებულად. რა თქმა უნდა, სულ რაღაცა 9 საათი მოქმედებს. შეიძლება მანამდე გამოიღო სიტყვაზე აქვე დააკონტეინერო, თუ აღარ გინდა რა, ცოტა ხანი გინდა გადადო. და სიძლიერის მიხედვითაც, ანუ განსხვავდება რა, ნიკოტინის შემადგენლობით არის დაბალი პროცენტულობით, არის შედარებით მაღალი პროცენტულობით. მოკლედ, აი ეს ჯიგარის სნულსები აღწერაში რა თქმა უნდა არის, ვისაც აი ესეთი პრობლემები გაქვთ. ან გიწევთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნა, სადაც მოწევა არ შეიძლება, იდეალური გამოსავალია თვით ამ ბანგკოკის სასახლეშიც კი ეხა გავიღრძილავ ამას. ამ სივრცეს ასევე აქვს დიდი მუზეუმი, ამ ფასში შედის და შემოდიხარ. ეს არ ვიცი რა არის, ალბათ The Thai Pattern Stamp Station. უფრო რო ჩანდეს რა სიტყვით, რომ შუბზე რო გავიკეთო, ძალიან მიხდება. გონია რომ თეატრში მოვედი, თითქოს სპექტაკლი იწყება, ეგეთი ვაიბი არის. თეატრის ფოიეში რაც ხდება. ეს არის დედოფლის მუზეუმი, შესაბამისად ყველაფერი აქ რასაც ხედავთ, იმიტომ არის აქცენტირებული ქალბატონებზე, რომ ალბათ ძველი დედოფლების სამოსი არის როგორ იცვლებოდა ნაჭერი სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა დედოფალს როგორ ეცვა ალბათ სხვადასხვა რაღაცა ხარისხის და ორნამენტის თავისი კაბა. ძირითადად აქცენტები და ინსტალაციებიც არის დედოფლებზე, მაგას ცოტა გვიან მივხვდი. ვისაც გევასებათ მოწევა მარიხუანას გულისხმობ. ამ ქვეყანაში ლეგალურია, სავსეა კოფიშოპები, სადაც ჩვეულებრივ ლეგალურად მიდიხარ და ეწევი პრობლემად. Just walking. როგორც მივხვდი, მე მგონი მარტო კოფიშოპის ტერიტორიაზეა სახში შეიძლება აქ მოწვე, იმიტომ რომ ეს ქუჩაში ტიპი არ დამინახავს, რომ ვინმე ეწევოდეს რა. ასე რომ პლანაკეშებო, თქვენი ქვეყანაც არის. თამამად შეგიძლია ჩამობძანდეთ. ეხლა მოვედი იმ ტაძარში, სადაც ყველაზე დიდი ზომის წამოწორილი ბუდა არის და თუ არ ვცდები, ყველაზე დიდი სიწმინდეა ტაილანდში. შეიძლება ვცდები, ესე მითხრეს ყოველ შემთხვევაში. ხალხო, წარმოუდგენლად დიდია, ანუ აი ეს დიდი ბუდა რო განახეთ, ხო გახსოვს, იმაზე მინიმუმ 1-5 ჯერ დიდია.
Pas des heures, hein. Il y a des gens qui attendent. როგორც ხედავთ, წრეზე არის თასები რა და ვიღაც ადამიანები, ანუ ყველა თაში ისე რომ თითო არ გამოტოვონ, თითო ხურდას აგდებენ. ალბათ ერთგვარი შესაწირია აქაური რა. თუმცა ჩვეულებრივი შესაწირის ხუთებიც დგას. ეს ხურდების ჩაყრა ამ ჯამებში ალბათ რიტუალურია და რაღაცას ნიშნავს, როგორც ყოველთვის. ფანტასტიკური ადგილია. აი საოცარი. აქ ამოსვლა იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება. ეს არის ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი roof cafe სახურავზე, ერთ-ერთი ცათამბჯენი სახურავზე, სადაც იშლება ფანტასტიკური ხედი. მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზი აქედან არის, ამბობენ ბანგკოკში. მე ჩემ ცხოვრებაში ესეთი ლამაზი ქალაქზე ხედი, ანუ აი დუბაიშიც ყოფილი ვარ, რაღაცა ბურჯ ხალიფაზეც ყოფილი ვარ ყველგან ცათამბჯენებზე, მაგრამ რეალურად ეს არის ნამდვილი ფანტასტიკა. მინდა შეგახედოთ დაახლოებით რა ხდება რა. ნუ ეს არის შედევრი ხა. თუ აქ მოხვდებით, აუცილებლად ამოდით. თქვია Vertigo Sky Bar. ბოლო კადრებს ურავ ჩიპზე DJI Osmo Pocket-იც დამიჯდა, დავრჩი ამ ნანოს ხელში და ვწურავ ნანოს. ძალიან მაგარი ადგილია რა, ანუ გადარეული ვარ. ოღონდ რას მივხვდი, იცი, ყველაზე ღარიბი ვარ ვაფშე, ანუ გარშემო როგორი საზოგადოება, იცი, აი რაღაცა ყველაზე დერსკი ბრენდების ბოლო კოლექციას რო იწუნებენ, აი ეგეთი საზოგადოება არის. ყველა რაღაცა კრისტალზე ნაკლებ შამპანიურს არსობს და ამას მე ვზივარ გახეული შორტებით, ნასკებით და ჩუსტებით. არა, თავარია ვიქცევი ისე თითქოს ჩემია ეს. ანუ რომ ელაპარაკებია ვიღაცები და რაღაცებს რომ ეკითხები რა მოგიტანოთ, რაღაცა მეპატრონებია. 30%-იან წილზე ნაკლები არ მაქვს. აი ეგრე ვიქცევი. და რჩევა სხვათა შორის რა, ანუ არასოდეს მეგობრებო, არ ჩათვალოთ რომ რაღაცა ადგილს არ მიეკუთვნებით ვიზუალურად ან შინაგანი შეგრძნებით რა, ანუ მეც დამიფიქსირებია რომ თავისას აი რაღაცა მაღაზიებში არ შევდიოდი ხოლმე ახალგაზრდობაში, რომ მერიდებოდა ფიქრობდი რომ დავიწვევი რომ არაფრის ყიდველი არა ვარ, არასოდეს ეგრე არ მოიქცეთ რა, ეს მარტო თქვენ პოზიციონირებთ ეგრე თქვენ თავს. ყოველთვის ისე მოიქეცით თითქოს მე პატრონი ხართ. ანუ არ გავარტყი იდეაში რას იფიქრებენ. შევიდა, მოისინჯა ხვალან ზეგმოვალ, ან საერთოდ არ მოვალ, ან არ მომერაც გინდა ის მოიფიქრეთ, მაგრამ თამამად, იმიტომ რომ რაღაცეები იმაზება ამ ცხოვრებაში სიამოვნებები, მარტო იმიტომ რომ რაღაცა ნაბიჯებს ვერ ვდგავთ, გვეშინია და ჩვენ თავს ჩვენ თვითონ ვაკნინებ და მიგვაჩნია რომ ნუ აი რაღაცა არ ვეკუთვნი იმ მომენტში იმ ადგილს რა და აი რომ გავმდიდრდები ან რაღაცა დიდი ადამიანი რო გავხდები სულელია რა, შენ უკვე ადამიანი ხარ, უკვე ვიღაც ხარ, სანამ აი გიდია მოგივიდო და უბრალოდ просто შენი თემა არის რა. გამდიდრდები არა დაიკიდე რა. რო გამდიდრდები მე ვაფშე ვიღაცებს გააგზავნი. შენ თვითონ კი ამბობ გააგზავნი და აყიდინე. შედი თამამად დაათვალიერე რაც გინდა ნახე. არას გეტყვია? გეტყვია და გეტყვია გამოტრია და წამოდი. არ გავარტყი. გამისკდა გულიში. იაპონური ანიმეს გამოფენა არის მოლში. ეხა ბილეთი უნდა ავიღო და შევიდე. გულმა არ დამარტყას მეშინია.
Thank you so much. 350 ბატი ღირდა და შემოვედი მეგობრებო და პირველი დავხდა გიგანტური ლუფი GR5-ით. აქეთაც One Piece-ის ინსტალაცია არის. აუ, ნახე ლუფის გემი. One Piece-ის ფანებო თქვენი 64 არის ზუსტად ვიცი. ეს საკოლექციო ბარათების თემას ვერ დავეწიე ვერასოდეს, თორე ფაქტია რომ ძალიან დერსკი რაღაცა არის რა. ანუ ვიცი რომ აი პოკემონ კარდები ვიცი რომ ძალიან ძვირი სიამოვნება არის მაგალითად რა და სხვა ანიმეების თემებშიც გამიგია რომ აი ბევრია რა ძალიან. ბევრი ჩემთვის უცნობი ანიმეა, მაგრამ ნუ One Piece-ი ვნახე რაც ვიცანი, Demon Slayer-ი ვნახე, პატარა საიტამა დავითრიე, ხა კიდე გავყვები ვნახულობ რაღაცეებს. ჯიგრები აქვე ხსნიან და ძვირიან ბარათი ამოუვა თუ არა მაგას იმაშვებიან. და როგორც მივხვდი თვითონ მანგაკები ან ანიმეს მხატვრებიც აქ არიან და ავტოგრაფებს არიგებენ რა. მართალია ეხა კიშიმოტო აქ რო იყოს გიჟივით მივარდებოდია, მაგრამ ეს ხებს არ ვიცნობ. ნარუტოს კარდებიც არის. ბორუტო ნარუტო. ფასები ისეთია ნორმალური სხვათა შორის. რა რო გითხეთ თუ რაღაცა გადასარევია თქვა, ხა საიტამაში მივეცი 400 ბატი. 400 ბატი არის სადღაც 35 ლარი, მაგრამ ძალიან საყვარელი იყო. ანუ ეგეთი არ მინახავს თბილისში და ვაფშე ზოგადად რა რაღაცნაირ ხელნაკეთივით იყო რა. ბატონო გმირების აკადემიაც გაიჩითა. ირო აკადემიაც არის. მე მომშივდა ამასობაში და რამე გემრიელობას წავიკიკნები. თან ყველაფერი არის დაახლოებით ისეთი ანიმეს ინსპირაციიდან გაკეთებული რა. აქვე დავჯდები და რამე ანიმეს შევხედავ. ანიმე ბურთები მაინტერესებს ყველაზე მეტად. როგორი სტეიკია ეს? დღეს ბოლო ღამეა, ორკვირიანი თავგადასავალი გავიდა ბოლოში. ძალიან გამისწორდა, მეტი რო არ შეიძლება. და ერთგვარი რეზუმირება მინდა გავაკეთო ტაილანდის მოგზაურობის. რა გამიკვირდა, რა არ ვიცოდი, რა იყო ახალი, რას გირჩევთ თქვენ რა უნდა იცოდეთ და ასე შემდეგ. პირველი ალბათ დავიწყებ იმით, რა არ უნდა გააკეთოთ რა. წეველებს ეხება, რომ ვეიპებით არ გადმოხვიდეთ, აიქოსი ვეიპი ეგეთ რაღაცეები აეროპორტშივე დაგატოვებინებენ. მეორე, მართვის მოწმობა, თქვენ თუ გინდათ რომ აქ თამამად იმოძრაოთ, ჩვენი საერთაშორისო მართვის მოწმობა ცალკე როგორც პლასტიკური ბარათი არ ჭრის, საკმარისი არა უფრო სწორედ, თქვენ უნდა წახვიდეთ ალბათ იუსტიციაში და რაღაც 100 ლარი ჯდება მგონი დამატებითი ქაღალდი, აი იმითი უკვე შეძლებთ იქირავთ გინდა მანქანა, გინდა სკუტერი. მე რომ ეხლა სკუტერი მეკირავა, დაახლოებით 70% ბიუჯეტს მე ბოდიში 70% ბიუჯეტს დავზოგავდი. ანუ ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ტაქსები შეიძლება ითქვას, რომ მოკლე მანძილზე არც ისე იაფია, დიდ მანძილზე საერთო ჯამში იაფი გამოდის. აი ქალაქიდან ქალაქში რო გადაადგილდები, Bolt-ი შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენო და არის კიდე ესეთი აპლიკაცია Grab, ესე ქვია რა, იქ საჭველი შეგიძლია გამოიძახოთ და მოკლედ. აი ამ Bolt-ით, ძირთადად Bolt-ით მოძრაობდი, როცა გადავადგილდებოდი ქალაქიდან ქალაქში, ძალიან კაი ტარიფები გამოდიოდა რა, რაღაცა 3 საათიანი, 4 საათიანი მგზავრობები, ჯამში თქვაზე 80 ლარი, 100 ლარი. მაგრამ საკმარისია უბნიდან უბანში გადახვიდე, შეიძლება რაღაც 25-30 ლარი იყოს. ამიტომ თქვაზე მე რომ ყოლოდა სკუტერი 100 ჯერ უფრო იაფად გამოძრებოდი. ესეც რო გაითვალისწინოთ. მე ეს არის ქვეყანა, სადაც უდიდეს პატივს სცემენ მეფე დედოფალს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიღოთ არც მიმები, ხშირად წააწყდებით ნებისმიერ ქალაქში მათ რაღაცა ფოტოებს, არ შეიძლება ხუმრობა, არ შეიძლება, მოკლედ უპატივცემულობად ითვლება ეს ყველაფერი. ასევე მიღებული არ არის
პოლიტიკაზე საუბარი უცხოელებისგან მით უმეტეს, ანუ რომ ჩამოხვიდეთ ხა ვიღაცასთან დაიწყოთ პოლიტიკაზე საუბარი, ცუდ ტონად ითვლება რა. ასევე არავითარ შემთხვევაში რაოდენ ბრიქებითაც არ უნდა მოძრაობდეთ, რაოდენ ჩაძაბულადაც არ უნდა მოძრაობდეთ და მე დაახლოებით ვიცი არ მეც მიბოძრავია რაღაცნაირი სახით, ქართული სახით თუ რაღაცა ბიჭო აბა მე ვარ და ქუდი მხურავს ამბავი, მაგრამ ეს არის უცნაური ქვეყანა რა, სადაც მარტივი კანონი მოქმედებს, ვინც ხმას უწევს ის ავტომატურად მტყუანია. სულ 100%-იანი მართალი იყოს იდეაში, ხმას თუ უწევ, თუ ღიმილი ქრება შენი სახიდან, იძაბები ავტომატურად გამოდიხარ მტყუანი. ღიმილით ყველაფერი გვარდება. საოცარი ხალხი, გადავირი, ანუ უკეთილშობილესი, ვიმეორებ თავიდან მეგონა რომ ეს რაღაცა თანხაზე გაყიდული ღიმილები იყო, მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა რომ იმდენჯერ დამეხმარა ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ, ადამიანები ისეთი დახმარებები გამიწიეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია თქვა, რომ ნუ მე მსგავსი არაფერი არ მინახავს. არსად, არასოდეს არ მინახავს და მაგ ამბავში გირჩევთ, რომ მოინახულოთ ეს ქვეყანა. აბსოლუტურად წყნარია, ანუ არავითარი კრიმინალი, ხა ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ ხდება, მაგრამ აბსოლუტურად წყნარად შეგიძლია იმოძრავ. არაფერი არ მოხდება. ჩემ შემთხვევაში მე ცუდი ბედი მაქვს, რაღაცები ხდება ხოლმე, არა. აბსოლუტურად წყნარად შეგიძლია მოპედი დატოვო, კასკა დატოვო, არაფერი ესე არ ხდება. ანუ ცოტა უკვირთ კიდევაც, აი კასკარო 1-2 მოლში შევიტანე, ტიპები მიყურებდო, რატომ მიაქო ეს კასკაო რა, ანუ ძალიან დაალაგებული და წყნარი განწყობა არის და განსაკუთრებით ჩამოსულების და ტურისტების მიმართ. არ გაგიკვირდეთ, რომ ბევრ ყურადღებას გამოიჩენენ, ანუ დაგელაპარაკებიან ქუჩაში, კითხავენ და ეს არ არის ესეთი ლაპარაკი, რამე რომ გამოგტყუოს, არავითარ შემთხვევაში. პროსტა კითხავენ, საიდან ხარ, რა მაგარია, სადი მოგზაურე, აგირჩევ წახვიდე, ერთ-ერთ ქანდაკებასთან მივდიოდი რა, ტაძარში რაღაც და 400 ბატი ღირდა შესვლა რა და ტიპი მეძახის რომ მოდი აქო მოხუცი ბაბუ რა არ გადაიხადო 400 ბატიო ეგო ტურისტებისთვის ვარიო ტაილანდელებისთვის არის 80 ბატიო მომეციო 80 ბატიო ესე წავიდა ჩემ თვალწინ იყიდა ბილეთი ვითომ თავისთვის გამოვიდა და მომცა ბილეთი შედიო რა ძალიან დიდ პატივს სცემენ რელიგიას, ნუ მინიმუმ მე რასაც წავაწყდი ყოველ შემთხვევაში, ყოველ კუთხე კუნჭულში არის პატარა სალოცავები, ეს ადამიანები ლოცულობენ და მაქსიმალური პატივისცემით უნდა იყოს შენ, სადაც ფეხზე უნდა გაიხადო, სადაც შორტით არ შეიძლება, გრძელკლავიანი უნდა იყოს და რიგი რაღაცეები, რაც ერთი სიტყვით ძირითადად წარწერები არის ხოლმე რომ ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო და ასე შემდეგ რა. ძალიან ასიამოვნები ვარ რა. საოცარი სამზარეულო. შეგიძლია ჭამო ძალიან ძვირად, შეგიძლია ჭამო ძალიან იაფად. ეს არ არის თლად იაფი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ძვირი ქვეყანა. ეხა რომ თავიდან ჩამოვიდი აქ, რა თანხაც დავხარჯე იმის სიტყვაზე 60%-ს დავხარჯავდი და უკეთეს პირობებში ვიქნებოდი რა ეს თავიდან ესეა როცა რაღაცა არიცი რაც უფრო დრო გადის მე ხვდები რაში ღირს რა უფრო იაფია სად არის როგორ მეტრო არის ნუ ბანგკოკში ყველა შემთხვევაში მეტრო არის არ ჩავსულ ვარ იმიტომ ვერ გავიგე გადახდის სისტემა და დამეზარა თან მაინც და მაინც ის ადგილებში არ დავდიოდი გამოიყენეთ სკუტერი ტაქსები ძალიან ასწორებს და ბევრად იაფია ვიდრე მანქანა აქ ქაოტური მოძრაობა ანუ საგიჟეთია სანამ თვალი მიეჩვევა მაგრამ ტიპები მოვლენ გადაუჯდები უკან გაგიყვანენ სადაც ეტყვი, სადაც მონიშნულია ყველა შემთხვევაში. ეგეც ძალიან კარგი არის რა. ფულის გადახურდაებას რაც შეეხება აეროპორტში არ გადაახურდაოთ, ცოტა უკეთესი კურსია ქალაქში, გირჩევთ ქალაქში გადაახურდაოთ. განსაკუთრებით კუნძულის გადაღლის მერე ძალიან ასიამოვნები ვარ. ესეთ ასიამოვნები დიდი ხანია არც ერთი მოგზაურობიდან არ ყოფილა. და ტურნედანაც, ტურნეში მარტო ის ფაქტორი მაგახარებს ხოლმე ალბათ რომ მოტოციკლეტით ვარ და სხვა დანარჩენი ნებისმიერი ტურნე რო ავიღო, ნებისმიერი არა ვატრაკებ. ბოლო 2 სეზონი რო ავიღო, აქ უფრო ბევრი ემოცია მივიღე, ბევრი გამოცდილება და ბევრი ახალი ვნახე, ვიდრე სწორედ ტურნეებში. ხას უსვამ მოტოს ფაქტორი რო გავთიშოთ თქო რა. ყველაზე ცუდი ჩემთვის ის იყო რომ ძალიან დაგლეჯილი მაქვს ფეხები რა კუნძულზე, კლდოვანზე დავეცი ხელებიც ახლა ხორცდება, ნუ ძალიან დავალდირებული, წყლულები, ფეხის გულები ახეული, მე რაღაცა კეკლიან ლიანებში გავიჭე და სუდა ჩეხილი მაქვს ესეც ორივე მხარე, სულ მაზით ვიმუშავებ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით თუ ჩამოხვალთ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, იმიტომ რომ ხო
მე ვნახე ერთი მხარე რა, ვიცი რომ ბევრად ლამაზი ტაილანდიც არსებობს, აი იქით ფუკეტისკენ, რაღაცა სოფლები, რაღაცები, მე ვეცადე, მე ნახა დედაქალაქი, მე ნახა კურორტი, მე ნახა ძველი დედაქალაქი და მე ნახა ერთი რაღაცა სოფელი, რომელიც ძალიან ლამაზია და კუნძული, მთავარი მაგის გამო ვიყავი ჩამოსული. სიამოვნებით ჩამოვალ კიდე ერთხელ და გადავივლებ მაგარი დაბრედილი ვარ. გადავიღებ სიტყვაზე მეორე მხარეს, აი იქით ფუკეტისკენ, კუნძულები, რაღაცეები, აი ბაუნტის რეკლამას რო გავს ეგეთი. მაგრამ ეგ მომავალში. იმედი მაქვს მოგეწონათ, ჩემო კარგებო. ძალიან გამახარებთ, არხს თუ გამოიწერთ, ლაიქს თუ დააწვევით, კომენტარს თუ დატოვებთ. თქვენი ეს თითო პატარა ხელის რაღაცა თითის დაჭერა ჩემთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია სპონსორებთან კომუნიკაციისთვისაც უმთავრესია მე რომ ისევ ფინანსები შეიკრას, ისევ წამოვიდე, წავიდე ასე შემდეგ. ჩემ სპონსორებს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ლაგის, უდიდესი მადლობა რომ წლებია ჩემთან ერთად ხართ. Tasty Fox უდიდესი მადლობა. Honors დიდი მადლობა, კუნძულზე იყო სპონსორი. მოკლედ, აი ეს სპონსორები, ვინც კონკრეტულად ამ ეტაპზე ძალიან გვერდში დამიდგნენ და უღრმესი მადლობა თქვენ. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს გვერდში დგომა და აი ეს ემოციები, რომელიც ახლა თქვენი დამსახურებით მივიღე და რა თავარია თქვენ, ჩემო კარგებო რა. რო არა თქვენ ალბათ ამ ყველაფერს აზრი არ ექნებოდა, მუღამი არ ექნებოდა და ბევრ რაღაცას მუღამი არ ექნებოდა. ჯანმრთელები მეყოლეთ, კარგად მეყოლეთ. ესე იყავით და მშვიდობიან, თავისუფალ და კარგ საქართველოში გვეცხოვროს და გვემოგზაუროს მთელ სოფლიოში და გვეთვალიერებინოს და გვიყვარდეს ერთმანეთი. ეხლა მე უკვე ალბათ საქართველოში ვარ, ალბათ რა, საქართველოში ვარ, ეს რადგან დაიდო, ესე იგი მე უკვე საქმეებში ვარ ჩართული. გაკოცეთ სულ ყველას. კისერში.